გამარჯობა, შორენა გამარჯობა, ლორთქიფანიძე, სამოქალაქო საბჭოს თავდაცვა და უსაფრთხოების საკითხებში ერთ-ერთი დამფუძნებელი. დიდი მადლობა შორენა შენი დროისთვის და ისეთი თემა შევარჩიეთ სასაუბროთ, რომელიც ჩვენს რეგიონს ეხება, რეგიონში უსაფრთხოებას, მყიფე უსაფრთხოებას ამ ეტაპზე. დაკვირვებები არის, რაღაცა პროცესები ვითარდება, იქნებ მეტი გვითხრა ამ პროცესების შესახებ და მე განვაგრძობთ დანარჩენზე საუბარი. მადლობთ გიორგი. იცით, ეს რეგიონი არასდროს ამ ჩვენს რეგიონში, კავკასიის, სამხრეთ კავკასიაში ვერასოდეს ვიტყვით, რომ ოდესმე არ იყო მყიფე ვითარება, ხო? ეს 2020 წლამდე, სანამ მორიგი ომი იქნებოდა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის, იქამდე ამდენი გაყინული კონფლიქტი, ეს რაღაცა ხაზი, რომელიც დასავლეთს და ჩრდილოეთი, დასავლეთი, სამხრეთი, აღმოსავლეთი ეს თუმცა ეს იმდენად არ იგრძნობოდა ბუნებრივია, ხო, რამდენიმე წლის წინ სხვა ვითარება იყო ევროკავშირის და ამერიკის უფრო დიდი წარმომადგენლობა, ასე რომ ვთქვათ, რეგიონში. აი, ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან დიდი სისწრაფით იცვლება მოვლენები. იმიტომ რომ აქ არ არის მხოლოდ ლაპარაკი იმაზე, რომ ვთქვათ, რა ვითარება სომხეთს და აზერბაიჯანს შორის, სად არის საქართველო, აქ გლობალური კონტექსტიც შესაძლებელია. და რეალურად ჩვენ სწორედ უკვე დღეს ვგრძნობთ უფრო მეტად რა გააკეთა რუსეთის შეჭრამ უკრაინაში. მთელი ის რაღაცა ესეთი რთული ვითარებები დემოკრატიის კუთხით, უსაფრთხოების კუთხით, აი ყველაფერი დღეს გამოჩნდა, რომ ეს უბრალოდ რუსეთის შეჭრა უკრაინაში არ იყო, ამას ძალიან დიდი გამოხმაურება და გაგრძელება ექნებოდა და ეს ძალიან კარგად იგრძნობა, ხო? იგრძნობა საქართველოს შემთხვევაში, იგრძნობა სომხეთ-აზერბაიჯანს შორის ურთიერთობების განზომილებებში, ვინ არიან ჩართული ამ პროცესში, დასავლეთის ყოფნა, ვხედავთ, გრძნობთ თუ არა თურქეთის როლი. ჯერჯერობით ჩვენ ვთქვათ, ირანი ესე აქტიურად არ არის ამ პროცესებში ჩართული, თუმცა და ეხლა ის დაკავებულია ძირითადად ამერიკასთან და ტრამპთან ურთიერთობების გარკვევით, მაგრამ სამაგიეროდ ის 3+3-ის ეს ფორმატები რაღაცა სახეცვლილი, მაგრამ აუცილებლად დადგება დღის წესრიგში, იმიტომ რომ ამის აუცილებლობა ბუნებრივი არის. დიდი გლობალური ცვლილებები ხდება სწორედ უკრაინის გარშემო, ესე რომ ვთქვათ, ანუ ეს რაღაცა წითელი ხაზების გადაკვეთაში ვართ ჩვენ. ეხლა არ იყო მყიფე, რატომ არ იყო, ხო? ნუ საქართველოს ორი ოკუპირებული ტერიტორია, რომელთა ბედი სრულიად გაურკვეველია, როგორ იქნება, რა მიღწევები ექნებათ მხარეებს, მოდი ესე ვთქვათ. სომხეთ-აზერბაიჯანის ჩანს, რომ შესაძლებელია მოაწერონ მალე სამშვიდობო ხელშეკრულებას ხელი. ჩვენ ვხედავთ სომხეთის მთავრობის მხრიდან ძალიან დიდ გახსნილობას რაღაცა სიახლეების მიმართ, იმიტომ რომ რამდენიმე წლის წინ თქვენ რომ სომეხი დიპლომატისთვის გეკითხათ, ხო, მისი მთავარი საზრუნავი ამოცანა რა არის, გეტყოდათ, რომ თქვათ არცახის, ანუ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება და გენოციდის აღიარების საკითხში პროგრესი, ხო? ეს ორი მთავარი გენოციდი აღარ დგას დღის წესრიგში. ეს ორი მთავარი საყრდენი საგარეო პოლიტიკური მიზნების შეიძლება ითქვას, ხო? დღეს აბსოლუტურად შეცვლილი მდგომარეობა, საერთოდ 2020 წლის ეს 47 დღიანი ომის შემდეგ აი მომმა სრულიად შეცვალა უსაფრთხოების არქიტექტურა, შეიძლება ესეთ ლოკალურ დონეზე ესე დავარქვათ, ხო? ისევე როგორც ძალიან ჩემი აზრით ძალიან ჭკვიანურად smart როგორც იტყვიან იყენებს ფაშინიანი გენოციდის საკითხს, იმიტომ რომ ის ხვდება, რომ უსაფრთხოების გარანტიები არ არსებობს, დასავლეთის მიღმა ხდება ეს პროცესები სომხეთს და აზერბაიჯანს შორის, ამიტომ სხვა მოკავშირეები ჭირდება და შეიძლება ეს მოკავშირე სულ თურქეთში იპოვოს, ხო? ამიტომ აი ეს რაღაცნაირად ამ გენოციდის თურქეთის მიერ აღიარების საკითხის რაღაც ჩამოწევა, რაღაცა კარგი საშუალებაა იმისთვის, რომ ეს ახალი უსაფრთხოების
გარანტი მოთამაშეები, ისინი ახალი არ არიან ბუნებრივია, მაგრამ ახალ როლში მოგვევლინონ სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებში, ოღონდ ეს ურთიერთობებიც და ეს როლიც მარტო სომხეთს და აზერბაიჯანზე არ გავრცელდება ბუნებრივია, ხო? ეს უკვე რაღაც რეგიონულ განზომილებაზე გვაქვს საუბარი და ამ კონტექსტში ძალიან საინტერესო რა ხდება საქართველო-თურქეთის ურთიერთობებში, ხო? ნუ რაღაც რამდენიმე კვირის წინ მაკა ბოჭორიშვილი იმყოფებოდა თურქეთში, მაგრამ ჩვენ ვერაფერს ვეღარ ვიგებთ, ანუ პრობლემა რაშია, ხო? ანუ მთელი ჩვენი აი ეს პოლიტიკური პროცესი, რადიკალიზაცია, პოლარიზაცია, რაც ვითარდება, დამაზიანებელია ბევრი კუთხით, ხო? ერთის მხრივ ჩვენ ხვდებით დემოკრატია დაზიანებული რა მდგომარეობაში, მაგრამ ყველაზე მთავარი ის არის ჩვენ ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობა აღარ გვაქვს, ხო? ჩვენ მეტი ვიცით სომხეთ-თურქეთის შეხვედრის შესაძლებლობა, ვიდრე ან შეიძლება არც არაფერი არ ხდება და არც ამასაც ვუშვებ, რომ რაღაცა სრული სტაგნაციაა ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების და ის უბრალოდ რაღაცის გადარჩენაზე და რაღაც სტატუს quo-ზე ორიენტირებული, იმიტომ რომ არ ჩანს ჩვენთვის ესეთი კარგი მომავალი არც ერთი მხრიდან. იმ გლობალური პროცესების გათვალისწინებით და იმ პროცესების გათვალისწინებით, რომელშიც თქვათ მართლმა ამ შემთხვევაში პარტიამ შეიყვანა ქვეყანა და თავისი თავიც, ხო? მაგრამ ეს უბრალოდ რატო ვახსენე, რომ დღეს თანამედროვე მსოფლიოში რაღაცა შიდა და გარე განზომილებები ძალიან კავშირში ერთმანეთთან, აი ვერ დააცალკევებ, ხო? ეხლა კიდე ერთი საკითხი, რაზეც მინდა ვილაპარაკო, რომ ანუ ჩვენ ხედავთ თქვათ ამერიკის შეერთებული შტატების რაღაც ცვლის თავის დამოკიდებულებებს, რაღაც ინტერესები იცვლება, ეს ბევრ რამეს ეხება, ხო, მათ შორის ტრამპის ადმინისტრაცია რას თulis ამერიკის ინტერესებად, ხო, იმიტომ რომ ბაიდენის ადმინისტრაციის დროს ამერიკის ინტერესები იყო ძირითადად დემოკრატიის გაძლიერება, ადამიანის უფლებების საკითხებისში პროგრესი მსოფლიოში და ეს ერთ-ერთი მთავარი მამოძრავებელი იყო, მაგრამ ეხლა რაღაც კარგად არ ჩანს, ხო, რა არის ეს მთავარი ინტერესი? ერთმნიშვნელოვანია, ეს დემოკრატია აღარ ჩანს და ეს კარგად ნახეთ ამერიკული დახმარების და ამერიკის საერთაშორისო დახმარების ან სააგენტოს დაფინანსების შეწყვეტაში რამაც ძალიან დიდი გავლენა მოახდინა უკვე და ამის შედეგებს კიდე მოვიმკით ჩვენ, ხო? თუმცა, ნუ იქაც ბევრი სხვადასხვა განზომილება, ხო? ეს აღარ ჩანს კარგად ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ნუ ევროკავშირიც ავისი რაღაც ახალი იდენტობის ძიებაშია და ძირითადად ეს იდენტობა მიბმულია უკრაინის საკითხთან, რომ ეს უკრაინა 3 წელი ომშია, უკვე მეოთხე წელი დაიწყო, ამერიკული დაფინანსება და მხარდაჭერა სამხედრო, ფინანსური ფაქტობრივად აღარ არის, ის კი არა სადაზვერვო ჯერ არის, მაგრამ ნუ ამაზეც არის ლაპარაკი და ეს რასაკვირველია ძალიან დიდი დარტყმა იქნება თვითონ სამხედრო კუთხით და ევროკავშირი რაღაც ახალი იდენტობის ძიებაშია, ნუ არის ლაპარაკი რომ რაღაც 2028-30 წლისთვის, 27 წლისთვის რაღაცა, ამიტომ ამისთვის ფული სჭირდებათ, ამისთვის ისინიც საგარეო დახმარების შეკვეცაზე არიან ორიენტირებული. საგარეო დახმარების შეკვეცა ნიშნავს იმას, რომ შენ ნელ-ნელა ბუნებრივად რაღაცნაირად დაიკარგება ის შენი მხარდამჭერები, შენი პოლიტიკის, ხო? ეს ძალიან რისკიანი საქმეა, იმიტომ რომ მთელი ეს განსაკუთრებით ცივი ომის შემდეგ საერთაშორისო დახმარების განვითარების პროცესში, დემოკრატიაში დახმარების საკითხი რაღაც ისეთი მისიასავით იყო, ხო, დასავლეთისთვის, ამაზე იდგა მათი დიპლომატია საერთაშორისო ურთიერთობები, ხო? აი ამის ცვლილების შემთხვევაში რა არის ეს საყრდენი სამხედრო ძალაა მხოლოდ? ეს soft power-ი, ხო? ეს რბილი ძალა, რბილი ძალის მოვალეობას მხოლოდ დასავლური კულტურა და ფილმები და მუსიკა შეასრულებს, ეს საკმარისია, როცა შეიძლება ამასაც დაემუქროს სხვადასხვა შიდა დრაკონული არადემოკრატიული კანონებით საფრთხე, ხო? ანუ აი ეს ძალიან ბევრი რამე აქვს გასარკვევი, ხო? და ეს სერიოზული საკითხია და ჩვენზე დაპირდაპირ მოქმედეს. მაგრამ ეხლა რა უნდა გავაკეთოთ ჩვენ ასეთ სიტუაციაში? ვინ ვართ ჩვენ, ხო? ეხლა ჩვენ როცა ვლაპარაკობ, ესეც საკითხია, ხო? ჩვენ საქართველოს მოქალაქეები, რაღაცა ექსპერტული რაღაცა წრეების წარმომადგენლები, როგორ ფიქრობთ, რა გეგმები აქვს
დღევანდელ მთავრობას, ხო, რა არის მათი ძირითადი პრიორიტეტები, ხო? ისინი ჯერ კიდე ძველი პროგრამული პოლიტიკით სარგებლობენ, ხო? სადაც რაღაც სხვა რამები წერია, ხო? ისევ წერია ბუნებრივი ევროკავშირი, ისევ წერია, ხო? თუმცა ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით დიდი პროგრესი აღარ არის, ხო? როცა შენ ევროკავშირს ეუბნები ეს 28 ნოემბრის განცხადებით, რომ მორჩა, მე დაფინანსება აღარ მჭირდება, ეს დაფინანსებას კი არ ეუბნები ვარ, სინამდვილეში კოოპერაციას, თანამშრომლობას ეუბნები ვარ. მაშინ როცა სომხეთის პარლამენტმა მიიღო უკვე ხო კანონი დაახლოებით. კი ბატონო, ძალიან კარგი. ანუ შენ ეუბნები უარს. ანუ შენ ამბობ აი ამ უკვე ტრადიციულ შენს პარტნიორობაზე უარს, ხო? ამიტომ ეს ესე იგი ეს არაფერს არ ნიშნავს, ძალიანაც ნიშნავს ეს ყველაფერს და ეს ნიშნავს, რომ რაღაცნაირად დისტანცირებას აკეთებ შენი ყოფილი პარტნიორებისგან, ხო? ამიტომ ეს და სადავართ ეხლა, ხო, როდესაც ეს მხარდაჭერა აღარ არის, რომელიც ფინანსური, ინტელექტუალური და ასე შემდეგ, ხო, ეს ფინანსური არ არის მხოლოდ ფინანსური მხარდაჭერა, აქ ძალიან დიდი რაღაცა ესეთი პოლიტიკა, ინტელექტუალური, კონცეპტუალური მხარდაჭერა, ხო, მთელი ახლა გიორგი ჩვენ ერთად მუშაობდით ამ უსაფრთხოების სექტორის რეფორმა, თავდაცვის რეფორმა. ეს ხო ის რაღაცა კონცეფციებია, რომელიც მწიფდებოდა სწორედ ჩვენი მონაწილეობით ბუნებრივი, მაგრამ რაღაცა დასავლურ სივრცეში, ხო? და იმ ღირებულებების საფუძველზე, რაც ადამიანის უფლებები, თავისუფლება, დემოკრატიული მართვა, ეფექტური, ინკლუზიური, აი კიდე ერთი საკითხი, რომელსაც ვკარგავთ, ხო, რა არის ინკლუზიური? ინკლუზია, ეს არის რაღაცნაირად ადამიანების ინტერეს ჯგუფების ჩართულობა პოლიტიკის განხორციელების პროცესში. დღეს ამაზეც გვეუბნებიან, რომ ეგ ძალიან ცუდი და მავნე რამე არის, იმიტომ რომ სინამდვილეში ეს ჯგუფები სხვების ინტერესებს ატარებენ, ხო? ანუ აი სრულიად მოერყა საფუძვლები იმ წესრიგს, რომელსაც ჩვენ ერთად სახელმწიფოში ვქმნიდით, ხო? აი ეს ძალიან მავნე და საზიანოა, რაც ხდება, იმიტომ რომ ამის ალტერნატივა, აი მართვის დემოკრატიული მართვის ალტერნატივა არ არსებობს, ხო? ეს კარგად უნდა გვესმოდეს და თუ ადამიანების ხმები არ არის გათვალისწინებული რაღაცა პოლიტიკის პროცესში, შეუძლებელია, რომ ის ეფექტური და ადამიანზე მორგებული და მის საჭიროებებზე მორგებული იყოს, ხო? ისევე როგორც ჩვენ ახლა როდესაც რაღაცა რეგიონული უსაფრთხოების და რაღაც სტრატეგიის საკითხებზე მსჯელობთ, ვინ რაღაცნაირად მონაწილეობა აი ამ მსჯელობის პროცესში, გადაწყვეტილებებში თუ არა, მსჯელობის პროცესში მაინც უნდა იყოს, ხო? უნდა რაღაცნაირად გვესმოდეს სადავართ. და ეს მარტო Facebook-ზე ქარდების გამოდება არ უნდა იყოს რაღაცა სხვა თავრობის სხვადასხვა სტრუქტურების მიერ, ხო? და კიდე რაღაცა პარტნიორების, ძველი პარტნიორების რაღაცებში დადანაშაულება. ეს არ არის ნორმალური პროცესი. მეორეს მხრივ ახლა მეორე მხრივ შეიძლება რაღაც ახალ შესაძლებლობებსაც აჩენდეს ეს განსაკუთრებით ჩვენს რეგიონში განვითარებული მოვლენები, ხო, რაღაც ის რომ მნიშვნელოვანია რეგიონული რაღაცა პარტნიორობის განვითარება სომხეთთან, აზერბაიჯანეთთან, რა საფუძვლებზე, რა ღირებულებებზე იქნება ეს განვითარებული, ხო? ესეც იმიტომ რომ სამი სხვადასხვა სახელმწიფოა, ხო, მით უმეტეს აზერბაიჯანი ისეთი მკაცრად ავტორიტარულ გზას ადგას და არც მალავს ამას, ხო? ნუ ესეთი ქვეყანაა. ძალიან საინტერესოა მისი პოზიცია, ეს საგარეო პოლიტიკას აღწერენ აზერბაიჯანის როგორც სტრატეგიული ავტონომია, ხო? რომ აი აზერბაიჯანელი ექსპერტები ესე აღწერენ და აანალიზებენ, როგორ ცდილობს აზერბაიჯანი რაღაც ავტონომიურობა შეინარჩუნოს მის საგარეო პოლიტიკურ ეკონომიკურ გადაწყვეტილებებში და ეს ლავირება მოახდინოს და რასაკვირველია თავარი საყრდენი მისთვის მაინც ენერგორესურსია, ხო, რომელიც ჯერჯერობით ყველას ჭირდება, ხო? სომხეთი, რომელიც პრინციპში მე ვფიქრობ, რომ სომხეთის შემთხვევაში რაღაც ეს იდეები და კონცეფციები უფრო მნიშვნელოვანია, ხო, რაღაცნაირად ფაშინიანი ცდილობს და მისი გუნდი რაღაც ახალ რელსებზე დააყენოს ეს ქვეყანა, რაღაც ახალი სული შთაბეროს, მოაშოროს წარსული ტრამვები, რაღაცა გადაუწყვეტელობა და რაღაც ესეთი მშვიდობის ახალ კონცეფციას ქმნიან, ხო, რომელიც
ნახოთ როგორ იმუშავებს. ყოველ შემთხვევაში თავისთავად როგორც იდეა, როგორც რაღაცა აი ახალი იდენტობის, რაღაც ახალი მახასიათებლების ძიება, რომელიც წარსულზე კი არ არის ჩამოკიდებული წარსულ ტრამვებზე და ძალიან საინტერესო არის სომხეთი თავისთავად, ხო? მე ვისურვებდი, რომ ჩვენ კიდევ უფრო კარგად ვიცნობდეთ ჩვენს მეზობლებს. ხო, აი მათი გზა დამოუკიდებლობისკენ, ეროვნული რაღაცა სუვერენიტეტისკენ, თავისუფლებისკენ როგორი იყო და აი ჩვენ სულ ვამბობთ ქართველები, რომ აი ჩვენ ესე როგორ გადარჩნენ სომხები, როგორ ეს ძალიან საინტერესო ხარ, ძალიან საინტერესო წიგნს ვკითხულობ, რომელიც მოგზაური ავტორის დაწერილია სომხეთზე, ბრიტანელის, მაგრამ ფანტასტიკური ისტორია, რომელიც ჩვენს ისტორიასთან გადაჯაჭვულია ბუნებრივია, მაგრამ აი ზუსტად გაგიჩნდება ის გრძნობა, რომ აი ეს ხალხიც როგორ გადარჩა და როგორ მოვიდა, ხო? და აი ამ მოკლედ ძალიან საინტერესო მგონია, რომ ეს რეფლექსირება თანამედროვე სომხეთის პოლიტიკაში, დღევანდელი სომხეთის პოლიტიკაში, აი წარსული ცოტა სხვაგვარად ხდება. და ძნელია, რასაკვირველია, ვფიქრობ, რომ ფაშინიანისთვის ძალიან ძნელი იქნება თავისი მოქალაქეები დაარწმუნოს, რომლებიც საუკუნეები, აწლეულები რაღაც ერთ გზას ადგანან, ხო, რომ ეს კარგია და მომგებიანია და სასარგებლოა სომხეთის განვითარებისთვის, ძნელი იქნება მისთვის, მას ბევრი მოწინააღმდეგე ყავს, არ ესმით საერთოდ რა ხდება, მაგრამ ნუ ეს ადამიანი რაღაცა ხებით აწვება, რომ მნიშვნელოვანია ცვლილება, იდენტობის რაღაცა ახალი იდენტობის მოძებნა, რომელიც უფრო თანამედროვეა და ამ მიმდინარე გამოწვევებს უფრო ადვილად გაუძლებს, ხო? აი ჩვენ კიდე აი ამ კუთხით კიდე უფრო უარეს ძალიან მძიმე მდგომარეობაში ვართ, ხო, იმიტომ რომ მთელი ჩვენი ბოლო რამდენი 22, 23 წელი ეს არის სულ დასავლეთისკენ მიმართული მზერა და ნატოში გაწევრიანების სურვილი, ევროკავშირში გაწევრიანების რეალისტურობა, რომელიც, რა ვიცი, აი 10 წლის წინაც წარმოუდგენელი იყო, ხო, რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსს მივიღებდით, ხო? და უცებ რაღაცა ეს ყველაფერი გენგრევა, ხო? და ჩვენი მთელი რესურსი ინტელექტუალური, ემოციური, რაღაცა პოლიტიკური, ეკონომიკური, აი დასავლეთთან კავშირების აშენებას მივუძღვენით ეს წლები. აი იქეთ მივმართეთ, ხო? რეალურად აღარც ჩვენი მეზობლები გვახსოვდა, ხო? ეს გამოგვეპარა, იმიტომ ამდენი რესურსი არ აქვს ამ ქვეყანას, რაღაცა უნდა აირჩიო, ხო? ეს არჩევანი იყო. ხო, და დღეს ახლა იქ ვართ როგორც არა მარტო როგორც საზოგადოებაც, ხო? რაღაცა ეხლა რა, ანუ ეს ფრუსტრაცია ბევრი რამის გამოა და თან ეს რაღაც არჩევანი დღევანდელი ხელისუფლების, ხო? რა ვიცი, ეს იძულებითი არჩევანი თუ როგორი არჩევანი, ეს კიდე ცალკე საუბრის თემაა, მაგრამ თან კიდე მეორეს მხრივ, აი სადავართ, ეხლა რა, ხო? ანუ ჩვენი, თქვათ, პროტესტის, ფრუსტრაციის საზოგადოების მე ვამბობ, ეს არის ასევე ეს გაურკვევლობაც, ხო, რომელიც შიდაც არის და რაღაცა გარე გაურკვევლობებიც არის. ეხლა რა არის? აი სულ ვფიქრობ, რომ აი რამდენად ის რომ ჩვენ დემოკრატია უნდა გადავარჩინოთ ამ ქვეყანაში, ხო? ეს არის მოკლედ ამაზე კითხვა არავის არ უნდა კონდეს, ხო? მაგრამ როგორ არის შესაძლებელი აი ამ რაღაცა იზოლაციის და ჩვენი მთავარი მოკავშირეების, პარტნიორების, მეგობრებისგან დისტანცირება. შეიძლება დროებითი ეს დისტანცირება, მაგრამ ეს დროებითი პროცესიც კი ძალიან დიდ გავლენას ახდენს, ხო, რაღაცებს ცვლის. ხო, ჩვენ ახლა ერთი არის რაღაცა საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც აქტიურად ამ სოციალურ აქტივიზმშია ჩართული, მაგრამ დიდი ნაწილი თავისთვის ზის და შეიძლება საერთოდ გადართავს ტელევიზორს რაღაცას რო უყურებს, ხო? ჩვენ ხო ყველაზე უნდა ვიფიქროთ რაღაც ყველას გულებში და თავში რა არის გავიკოთ და როდესაც ეს დისტანცირება ხდება, ეს დრო, ეს დისკურსი უკვე ადამიანებზე ახდენს გავლენას, ხო? რაღაც სხვაგან გაიხედავ აღმოსავლეთში, სამხრეთში, ჩრდილოეთში, ხო? ამიტომ ეს როგორ უნდა მოვახერხოთ, რომ ახლა გადავარჩინოთ ეს ჩვენი იდეა ან რაღაცა დასავლეთში და ევროპასთან სრული ინტეგრაციის, ხო? აი აქ არის ის, რომ გადავარჩინოთ დემოკრატია, შეიძლება ესეთი მიდგომაც იყოს რაღაც ლოკალურ პროცესებზე ვიზრუნოთ, აი ჩვენ ქვეყანაზე დღეს ამჟამად, აი როგორ შევძლოთ ეს
სხვადასხვა ინსტრუმენტია ამისთვის, ხო? ეს ერთი არის რაღაცა პროტესტი, მაგრამ სხვა რაღაცებიც არსებობს, ხო? ამიტომ რაღაცნაირად ცოტა უფრო კრეატიულებიც უნდა ვიყოთ, როგორც საზოგადოება ამ პროცესში. ხო, რომ ერთი ინსტრუმენტით ვერაფერს ვერ ვიზამთ, მით უმეტეს რომ ამდენი ვისაუბრეთ ამ რეგიონულ უსაფრთხოების, რაღაც სტრატეგიულ საკითხებზე, ხო? სამხედროს აღარ შევეხეთ, მაგრამ ეს ძალიან მნიშვნელოვანია ამ კუთხით რა ხდება, მაგრამ ეს სტრატეგიული არის პირდაპირ უსაფრთხოების და სამხედროს ერთობლიობა და კიდე რაღაცა განწყობები, სტერეოტიპები, ყველაფერი რითიც დღეს ეგრე იყო ყოველთვის და ესე იმართება ეს საერთაშორისო რა ვიცი პროცესები, ხო? აი დიპლომატია რა არის თანამედროვე დიპლომატია, ხო? აქვს თუ არა საქართველოს საერთოდ დიპლომატია? ან როგორია დიპლომატია? აი კიდე ერთი საკითხი, კიდე რაღაცა დავდივართ ამ თემებში, მაგრამ ესენიც ძალიან დაკავშირებული ერთმანეთთან. აი ევროპელი ელჩები, ამერიკელი, ისინი რაღაც სხვა ტიპის დიპლომატია, ხო? ჩამოდიან, პროტესტზე დადიან. რაღაცები კონცეპტუალურად იცვლება, ან რაღაც ელჩები სასამართლო პროცესებს ესწრებიან, ხო, რაღაცები ამბობენ, რომ ეს სოციალური რაღაც აქტივიზმის ფორმაა პოლიტიკური და მაგრამ ესეთია თანამედროვე რაღაცა ახალი კონცეფციები, რომელიც დრო მოიტანა, იმიტომ რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი ცვლილებების პროცესში მთავარი მონაპოვარი გადარჩეს ამ საზოგადოებისთვის, ხო? იმიტომ რომ რაც ჩვენ გვიკეთებია ამ წლების განმავლობაში, უკვე რაღაცა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენეს მათი სარგებლიანობა და მათი მნიშვნელობა, ხო? ასე რომ, მოკეთ ძალიან მობილიზება გჭირდება, ჩვენი ყველა რესურსის. შენ რახან რეგიონზე ვსაუბრობთ, კიდე ერთი მნიშვნელოვანი თემა არის რუსეთი, ხო? ანუ მაგალითად ჩვენმა მეზობელმა სომხეთმა საკუთარ ტყავზე კარგად დაინახა, ტყალებში კარგად გამოსცა და 47 დღიანი ომის დროს მისი სტრატეგიული მოკავშირე სად იყო და რას აკეთებდა, ხო? ანუ მსგავსი თუ არა საკმაოდ სკეპტიკური დამოკიდებულება აქვს აზერბაიჯანსაც, ხო? აი ცოტა ხნის წინ მაგალითად რუსული სახლი დაკეტა და გაყარა იქიდან ხალხი ჯაშუშობის ბრალდებით. რუსეთმა ჩამოაგდო მისი სამგზავრო თვითმფრინავი და ხალხი დაიღუპა და ეს დამოკიდებულებაც საკმაოდ მკაფიოა და მკაფიო გზავნილები აქვს ბაქოსაც. ჩვენ რას ვსწავლობთ? ანუ ვსწავლობთ თუ არა რამის იგივე ჩვენი უახლოესი სამეზობლოდან და რა უნდა გავითვალისწინოთ ზოგადად, როდესაც აი ამ რეგიონის მშვიდობაზე, უსაფრთხოებაზე და მომავალზე ვსაუბრობთ. ერთი ის, რომ რუსეთი აქ არ უნდა შემოვიდეს, იმიტომ რომ ის თუ შემოვიდა, აი ხა ჩვენ რომ აი რუსეთში ვართ რაღაცა, მაგრამ აი რუსეთი არ უნდა შემოვიდეს. თუ შემოვიდა, ის საერთოდ აღარასოდეს აღარ გავა, ხო? ამიტომ ეს ერთმნიშვნელოვანია, ხო? აი დასავლეთი სულ სხვა ძალაა, რომელიც არც არ განხვევს სინამდვილეში თავს, ხო? ის რაღაცა ღირებულებებზე დგას და ეს არის ბრუტალური ძალა, რომელიც ყოველთვის ეგეთი იყო. რუსეთი არ შეცვლილა, დრომ ცვლილებებმა, ახალმა იდეებმა ვერ შეცვალა, ხო? ეს რაღაცა მონოლითურ ძალის, რაღაცა ბრუტალური ძალის კონცეფციაზე დაფუძნებული სახელმწიფო დღემდე. ესეთია. ამიტომ მისი შემოშვება, მოკარება ახლოს შეიძლება შენ გახვიდე, ივაჭრო, რა ვიცი, რაც ხდება, მაგრამ ეს უნდა გვესმოდეს, რომ ეს არ შეიძლება, არასოდეს აღარ გავა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მოკეთ რაღაცნაირად ეს გვესმოდეს, ხო? ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რომ არ უნდა შემოვიდეს აქ ის ძალები, რომლებიც მათ შორის რუსეთი, თქვათ, ეხა ჩინეთი არ ვიცი, ეს კიდე ცალკე საკითხია და ცალკე კვლევის, მაგრამ აი სულ სხვანაირად გავიკაი, როდესაც არ ლაპარაკი, რომ რაღაცა უკანა ეზო, რაღაცები, ხო, ესეთ მეტაფორები გვესმის რა. და ეს არ არის მხოლოდ მეტაფორა. აი მართლა არ უნდა გადავიქცეთ, იმიტომ რომ თუ გადავიქცეთ, აღარ წავა. იმიტომ რომ ამ გეოპოლიტიკურ კონტექსტში ეხლა შეიძლება რუსეთისთვის ეს საუკეთესო მომენტია რა, რომ რაღაცა ღრია წყალში, ხო. ამიტომ აი ძალიან დიდი სიფხიზლე და რაღაცნაირად ბეწვის ხიზზე სიარული გვიწევს. როგორც საზოგადოებას, იმიტომ რომ აქ ისეთი რამე არ ვიცი, აი რაღაცა ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ აი ეს ყველაფერი ვმართოთ ეს პროცესი, ჩვენი ბრაზიც ვმართოთ, ჩვენი პროტესტიც ვმართოთ, სახელმწიფომაც რაღაცნაირად, რა ვიცი,
ხო, მიუხედავად ყველა ამ გარემოებისა რაღაცნაირად მაინც ეს ეხლა ეს უნდა რაღაცნაირად გადავაბიჯოთ, გავიაროთ ეს რთული პროცესები რა, როგორც ქვეყანამ, საზოგადოებამ, იმიტომ რომ თუ შემოვიდნენ ესეთი ძალები, რომლებიცთვისაც რეალურად არაფერს არ წარმოვადგენთ, ხო, აი დავართ ეხლა, ხო? რაღაცა შეიძლება ბუფერული რაღაცა ადგილი სხვებთან დასაკავშირებლად, ხო? თავშავი საქმეების გასაკეთებლად რეალურად, ხო? აი შეიძლება ესეთი გავხდეთ. თუ არ დავიცავთ და შევინარჩუნებთ რაღაცა ჩვენს მონაპოვრებს და არ ვიფიქრებთ იმაზე, რომ ხო იცვლება სამყარო, ჩვენს რაღაცები გვაქვს შესაძლებელი აქ, მაგრამ ეგ უნდა დიალოგის და რაღაცნაირად ერთობლივად მსჯელობის და დისკუსიებით უნდა მოხდეს დიდწილად მათ შორის. ანუ იმას ვამბობ, რომ ხო რაღაცა აი ეს მეტაფორული რაღაცები, ხო რაღაც გამოთქმები, ფრთოსანი, აი უნდა გავიგოთ, რომ ეს არ არის მარტო ესეთ ფრთიანი გამოთქმები რა. სინამდვილეში მართლა აღწერს რაღაცა მდგომარეობას, რომელშიც თუ არ ვართ, შეიძლება აღმოჩნდეთ. ხო და მაგრამ იმისთვის, რომ არ აღმოჩნდეთ, ერთი ინსტრუმენტით ქმედება და ბრძოლა საკმარისი არ არის. ნუ ფაქტი არ არის, ხო? ეს სტრატეგიებს სხვა შორის კონფლიქტის დროს სტრატეგიებში ერთი მთავარი რეკომენდაციაა, რომ თუ რაღაცა სტრატეგია არ ამართლებს, უნდა ცვალო ეს სტრატეგია დღეს ეს. ხო, აი რაღაცა ეს ინსტრუმენტები, ამ ინსტრუმენტების ცოდნაც და გამოყენებაც ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ ანუ მთავარი რაღაცა ესე იგი საკითხები, ხო, რაღაცა. და აი აქ როგორ გესახება მაგალითად აი თურქეთის როლი თვითონ ანკარას, ასე ვთქვათ, ხედვა, ან თბილისიდან ხედვა ანკარისკენ, ან თუნდაც სამეზობლოს ფაშინიანის შეხვედრა ერდოღანთან და აი ამ რაღაცა საკითხების გადაწევა მათ შორის გენოციდის, რაზეც საუბრის თავში ახსენე, ის რაც ვიცით ბაქოსა და ანკარას შორის ცნობილი ლოზუნგები და ასე ვთქვათ სლოგანები, აი ჩვენთან როგორ არის? უკეთ ჩვენ ერთი კარგი რამ იმის მოხდა ამ წლების განმავლობაში, რაღაცა საქართველოს შეინარჩუნა კარგი მეზობლის სტატუსი, ხო? სომხებისთვის და აზერბაიჯანელებისთვის. ანუ სომხებისთვის საქართველოს ბოლომდე, ნუ ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით სანამ მას გაუხსნია საზღვრები, ხო? შეიძლება მოხდეს ესეც, ხო? თურქეთთანაც, აზერბაიჯანთან. საქართველოს ამ წლების განმავლობაში 10 წლეულები, აი ჟანგბადის როლი ითამაშა სომხეთისთვის, ხო? იმიტომ რომ ერთადერთი ქვეყანა, რომელთანაც მას სახმელეთო საზღვარი აქვს და აი ეს მხარდაჭერა ყოველთვის ჰქონდა. აი ომის დროსაც კი რამდენიმე დღე დაიკეტა საზღვარი და ერთ-ერთი პირველი რაც იყო გახსნილიყო სომხეთ-საქართველოს საზღვარი 2008-ში, რომ სომხეთი არ დარჩენილიყო რაღაცა სხვადასხვა მომარაგების გარეშე, მათ შორის აყოფა ცხოვრებოდა, რა ვიცი, კვეები და ასე შემდეგ, ხო? ეს მე აზერბაიჯანთანაც რაღაცა ბოლომდე შეინარჩუნა ეს და აი ომის დროსაც 2020 წელს რაღაცნაირად ასევე მოახერხა, რომ რაღაცა მშვიდობის ფორმულებით მიუღებელი არ ყოფილიყო არც ერთი მეზობლისთვის, ხო? ეს მე მგონი რაღაცნაირად დასაფასებელი ის კი არა, ჩვენ ვიცით, რომ მოკეთ ტყვეების გაცვლის პროცესშიც იყო ჩართული. მე ვისურვებდი რაღაცა საქართველოს კიდევ უფრო მეტი როლი ქონდეს ამ რეგიონული მშვიდობის საუბრის პროცესში, ხო? უბრალოდ დღეს ამის რესურსს ვერ ვხედავ, ნუ ვერც ინტელექტუალურს, ვერც ამის მოწადინებას დიდ შეიძლება კი ვიღაცებს უნდათ, მაგრამ აი ვერ ვხედავ ამას, აი ამ მხრივ უფრო მართალი უნდა იყო რა, უკეთის ქვეყანა უნდა იყო, ხო, რაღაცა მისაბაძი, აღარა ვარ, ჩვენ დავკარგეთ ბევრი რამე ამ წლების განმავლობაში, თუმცა ეს როლი მას შეუძლია იტვირთოს. და შეიძლება რაღაცა ეს თბილისი რაღაცა გახდეს ისე რომ რეგიონული რაღაცა დიდი შერიგების თუ რაღაცა მშვიდობის ცენტრად, ხო? და ამაში ქონდეს საქართველოს როლი. აი თურქეთი და საქართველოს ურთიერთობები, როგორც ამით დავიწყეთ, ხო, რაღაც კარგად არ ჩანს ჯერ თურქეთის საელჩო ძალიან წყნარად არის, ხო, ეს არ ერევა არაფერში, არც ერთ პოლიტიკურ განცხადებას არაფერს არ აკეთებს, თავისთვის წყნარად მშვიდად არის, ხო? რაღაცა ვიზიტები ნახეთ, რომ შედგა თურქეთთან, მაგრამ მე მგონია, რომ საქართველოს არ არის ხა თურქეთისთვის შეიძლება დიდი უკმა და ძალიან მნიშვნელოვანი. ამიტომ შენ უნდა დაამტკიცო, რომ მნიშვნელოვანი ხარ, ხო, როდესაც პატარა ხარ, როდესაც არაფერი ბევრი არ გიმარგრებს ზურგს.
აქედან ეს რაღაც უფრო აქტიური დიპლომატია, კონცეპტუალურად რა გინდა რომ ჩანდეს, ხო? ეს თავად ჩვენი პრობლემა დღეს არის, რომ ის რაღაც არ გინდა, მაგრამ სხვა რა გინდა, სადახარ, რა მიზანი გაქვს, რა არის ჩვენი მისია, ჩვენი საგარეო პოლიტიკის, ჩვენი სახელმწიფოსი, ხო? ეს ყველაფერი არ ჩანს, არაფერი აღარ ჩანს. და ეს გვაშფოთებს, მე ეს გვაშფოთებს ყველაზე მეტად, რომ რა უნდა დღეს, რა უნდა საქართველოს, სად არის საქართველო? ხო, აი რა ვიცი, ჩვენ როგორც ორგანიზაცია სამოქალაქო საბჭო თავის დროზე 2013-ში დავიწყეთ თბილისის საერთაშორისო რეგიონული ფორუმის ორგანიზება, რომელიც ძალიან ისეთი სპეციფიურ უსაფრთხოების საკითხებს ეხებოდა, რაღაც რადიაციული უსაფრთხოება, გლობალური გავრცელებლობის რეჟიმი და რატო დავიწყეთ ეს და რატო გვინდოდა და იმედი მაქვს მაინც გავაგრძელებთ, რომ აი პატარა ქვეყნების როლი, აი საქართველო, ხო? რა არის ამ საერთაშორისო გლობალურ პროცესში, სად არის მათი როლი? და რატოა მნიშვნელოვანი მათი როლი, ხო? და ნუ რა ამ რეგიონული ფორუმი, რომელიც ჯერ კიდე არსებობს 2022-ში ჩავატარეთ ჩვენ ასევე დიდი კონფერენცია, ეხლაც ჩავატარეთ სექტემბერში, მაგრამ ეს ის აღარ იყო, ხო? იმიტომ რომ უკვე მთავრობა აღარ მონაწილეობს, არ ჩამოდის სხვა ქვეყნის მთავრობა, ამიტომაც და ის რაღაცა ერთნახევარი დიპლომატია, ხო? აი რაც ატყობს მთავრობა, სამთავრობო ორგანიზაციები, კვლევითი ცენტრები, ყველა ერთად მსჯელობენ, აი ეს დაკარგა აი ამ პროცესებში, ხო? მე მაინც იმედი მაქვს, რომ რაღაცნაირად ამას აღვადგენთ, იმიტომ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რომ აი კიდევ უფრო გლობალურად შევხედოთ, რომ ჩვენაირი სახელმწიფოების და ჩვენ მაინც კიდე განსაკუთრებული ვართ, ხო, თავისი საბჭოთა გამოცდილებით, მერე ეს განვითარებები ცივი ომის შემდეგ, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ჩვენი საკუთარი ისტორია, რა ვიცი, ომების, საზოგადოების დაპირისპირების, შეკავშირების, არ დაგვავიწყდეს, რომ ჩვენ მულტი რაღაცა ეთნიკური და მრავალფეროვანი საზოგადოება ვართ, ხო? და მაინც მოვახერხეთ რაღაცნაირად, ნუ კარგ რამებზეც ვიტყვი, ხო? მაინც მგონია, რომ რაღაცნაირად შევძელით, რომ კი არ გავიხლიჩეთ უფრო, აი ზუსტად ამ მრავალფეროვნების კუთხით, არამედ რაღაცნაირად კიდევ უფრო შევკავშირდით, ხო? რაღაცა ბევრი მნიშვნელოვანი რამე მოხდა ამ წლების განმავლობაში და მათ შორის მოხდა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით და თანამშრომლობით. და ეს მიღწევები გვაქვს და ამაზე უნდა დავაფუძნოთ შემდეგი, მაგრამ რაც თავარია, რომ აი ეს მიზანი უნდა გქონდეს ქვეყანას და დღეს გვაქვს დაკარგული და როცა მიზანი არ აქვს, რაც არ უნდა იფართხალო, მაინც არაფერი არ გამოვა. ამიტომ რაღაცნაირად ეს მიზანი ჩვენი დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის, ჩვენი რაღაცა დასავლეთთან პარტნიორობის, მაგრამ ამავე დროს მე არა ვარ წინააღმდეგი, ამავე დროს პირიქით მგონია, რომ ეს ჩვენი სიძლიერეა, კარგი ურთიერთობები მეზობლებთან კი არა, რაღაცა პარტნიორებთან, მეზობელ პარტნიორებთან და ეს მხოლოდ გააძლიერებს ამ ქვეყანას. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანი მომენტია მარტო ჩვენს გარშემო კი არ არიან იდენტობის ძიებაში სხვა ქვეყნები, ხო? აი იმის გამო, რომ ესეთი გლობალური რაღაცა კატაკლიზმები შეიძლება დავარქვათ, ხო? ამ ყველა ჩვენთვისაც ესე იგი მნიშვნელოვანი მომენტია რა, ამ შესაძლებლობას ამ ცვლილებებში გამოვიყენებთ, როგორც შესაძლებლობას თუ საერთოდ რა ვიცი, რაღაცა დავკარგავთ ყველაფერს რაც გქონდა და მე უბრალოდ ვეხზე დადგომა კიდევ უფრო ძალიან ძნელი იქნება. ამიტომ ესე იგი მე მგონია, რომ რაღაცა კაი დაფიქრება და რეფლექსია მიმდინარე პროცესებზე ცოტა სიმშვიდეს გარკვეულწილად, იმიტომ რომ რაღაცა ცივი გონება სჭირდება, განსაკუთრებით გჭირდება ის, რომ აი რითიც ასევე დავიწყე, რომ დემოკრატია, ადამიანებზე, საჭიროებზე მორგებული მმართველობა, ადამიანების ხმები, რომელიც ისმის პოლიტიკაში, შიდა პოლიტიკის თუ საგარეო პოლიტიკის კეთების თუ შექმნის დროს, აი ეს პრინციპები არის საბაზისო პრინციპები. აი ამას უნდა ეფუძნებოდეს ჩვენი, რა ვიცი, შიდა თუ საგარეო ველზე ყოფნა, როგორც ქვეყნის, ხო? ეს ხელისუფლება იქნება თუ შემდეგი ვინც მოვა. და ნუ ბოლო-ბოლო მოხდება ეს ცვლილება, ხო, შეუძლებელია. რაღაცა ერთი და იგივე, რაღაც ციკლში ვართ, რომელსაც უნდა თავი დავახციოთ, უნებრივია, მაგრამ აი ეს თავარი საყრდენები, მე მგონი არის
რაღაც მიღწევები აქვს ამ ქვეყანას, როგორც ესეთი მულტი რაღაცა ეთნიკურ მრავალფეროვან საზოგადოებას და მოკლედ და ხო, აი დემოკრატიზაციის პროცესის რაღაცა ლოკალიზება, ხო, რომ შენ ამ პროცესში გარე ესე კი არა ხარ ძალიან ჩამოკიდებული, შიგნით ახერხებ ამ პროცესის მხარდაჭერას და გრადობას. აი ეს როგორ მოვახერხოთ ახლა კიდე საზოგადოებისთვის და სამოქალაქო საზოგადოებისთვის ეს ამოცანაც დგას. ოღონდაც აი ამ გლობალური კონტექსტის გააზრების გარეშე ვერაფერს ვერ ვიზამთ თან რა. აი ესენი. შორენა, დიდი მადლობა. აქ საუბარია ხო, საკმაოდ რთულ თემებზე ვისაუბრეთ და მძიმაზე. ღრმად უნდა ჩავისუნთქოთ, ამოვისუნთქოთ, გავიხედოთ ირგვლივ, დავინახოთ, გავიაზროთ შეცდომები, დავისახოთ მიზანი და გადავდგეთ ნაბიჯი წინ ალბათ. სხვა გამოსავალი არ არის. შეცდომები ბევრი არის, იმიტომ რომ მაგრამ თან არავინ არ სწავლობს ამ შეცდომებისგან, რაც ყველაზე სამწუხაროა, ხო? ეს ისეთი ფრთოვანი რაღაცა ფრაზაა, რომ შეცდომები. არავინ არ სწავლობს. ამიტომ მოდი ამას გაკვეთილები დავარქოთ. შეცდომები კი არ დავარქოთ, გაკვეთილები და გაკვეთილებიდან მაინც რამე ვისწავლოთ. მადლობა.